რა არის ტიტანი? გამარჯობა ინჟინერიის მოყვარულებო. ჩემი სახელია იგორ ფელიპე და დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ლითონზე, რომელსაც შეგვიძლია შევხვდეთ. ტიტანი არის ქიმიური ელემენტი სიმბოლოთი Te და ატომური ნომრით 22. ეს არის გარდამავალი მეტალი, რომელიც ცნობილია კოროზიისადმი გამძლეობით, მაღალი სიმტკიცე წონის თანაფარდობით და სხვა ლითონებთან შენადნობების წარმოქმნის უნარით. ტიტანის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა მისი სიმტკიცე წონის თანაფარდობა, რომელიც ბევრად მაღალია სხვა ლითონებთან, მაგალითად ფოლადთან და ალუმინთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ ტიტანი უფრო მსუბუქია ვიდრე ფოლადი, მაგრამ მაინც ძალიან გამძლეა. ეს თვისება ტიტანს იდეალურ მასალად აქცევს აეროკოსმოსურ გამოყენებებში, მაგალითად თვითმფრინავებში, სადაც წონა კრიტიკული ფაქტორია. ტიტანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა მისი კოროზიის მიმართ გამძლეობა. ტიტანი მდგრადია ქიმიური ნივთიერებების ფართო სპექტრის მიმართ, მათ შორის მჟავებისა და ტუტეების და ძალიან გამძლეა კოროზიის მიმართ საზღვაო გარემოში. ეს თვისება მას ფასეულ მასალად აქცევს გემებსა და ნავთობის პლატფორმებში გამოყენებისთვის, ასევე ქიმიურ და სამრეწველო აღჭურვილობაში. ტიტანი ასევე ცნობილია თავისი ბიოშეთავსებადობით ადამიანის ორგანიზმთან. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმი არ უარყოფს ტიტანს. როდესაც იგი გამოიყენება სამედიცინო იმპლანტებში, მაგალითად პროთეზებსა და კბილის ფირფიტებში, ეს თვისება მას მედიცინასა და სტომატოლოგიაში ფასეულ მასალად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ტიტანს აქვს რამდენიმე უნიკალური თვისება, მას ასევე აქვს გარკვეული ნაკლოვანებები სხვა მეტალებთან შედარებით. მაგალითად, ტიტანი უფრო რთული და სამუშაოებელია ვიდრე სხვა მეტალები, რაც ტიტანის დეტალების წარმოებას უფრო ძვირად ღირებულსა და ხანგრძლივს ხდის. ის ასევე ნაკლებად ატარებს ელექტროენერგიას ვიდრე ისეთი მეტალები, როგორიცაა სპილენძი და ალუმინი, რაც ზღუდავს მის გამოყენებას ზოგიერთ სფეროში. მაგრამ როდის აღმოაჩინეს ტიტანი? ტიტანი აღმოაჩინა 1791 წელს ბრიტანელმა ქიმიკოსმა უილიამ გრეგორმა და მას სახელი ტიტანების მიხედვით დაარქვეს, რომლებიც ბერძნულ მითოლოგიაში გიგანტები იყვნენ. მისი სიმტკიცისა და გამძლეობის გამო ტიტანი გვხვდება დედამიწის ქერქში და ის დედამიწაზე მე-9 ყველაზე გავრცელებული ელემენტია. ის ხშირად გვხვდება მინერალებში, როგორიცაა იუმენიტი და რუტილი და ძირითადად მოიპოვებენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია, კანადა, სამხრეთ აფრიკა და ჩინეთი. ტიტანის მოპოვება რთული პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ტიტანის მოპოვების ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: კროლის პროცესი და პირდაპირი შემცირების პროცესი. კროლის პროცესი ტიტანის მოპოვების ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ის იწყება ტიტანის დიოქსიდის მოპოვებით, ისეთი მინერალებიდან, როგორიცაა ილმენიტი და რუტილი, რომლებიც შემდეგ ქიმიური პროცესებით იწმინდება ტიტანის ტეტრაქლორიდის მისაღებად. შემდეგ ის ვაკუუმურ რეაქტორში მაღალ ტემპერატურაზე მაგნიუმით დაჰყავთ, რის შედეგადაც მიილება მეტალური ტიტანი. ამის შემდეგ ტიტანი დნობს და იწმინდება მინარევების მოსაშორებლად. რაც შეეხება პირდაპირი აღდგემის პროცესს, ეს არის ტიტანის მოპოვების ალტერნატიული მეთოდი, რომელიც გულისხმობს ტიტანის დიოქსიდის აღდგენას რეაქტორში წყალბადის გაზის გამოყენებით. მაღალ ტემპერატურაზე ეს პროცესი უშუალოდ იძლევა მეტალურ ტიტანს ტიტანის ტეტრაქლორიდის წარმოების გარეშე. პირველ რიგში ეს მეთოდი ნაკლებად გავრცელებულია, თუმცა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს ვიდრე კროლის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომელი მოპოვების მეთოდი გამოიყენება, ტიტანის წარმოება ენერგოემხარჯველი და ძვირადღირებული პროცესია. თუმცა მისი უნიკალური თვისებების გამო ტიტანი სხვადასხვა ინდუსტრიაში ფასეული მასალაა, რაც მის მოპოვებას ეკონომიკურად მიზანშეწონილს ხდის. ტიტანს აქვს რამდენიმე საინტერესო თვისება, რაც მას მრავალ სფეროში გამოსადეგს ხდის და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა მოწყობილობების ინდუსტრიაში. ტიტანის შეძენა შესაძლებელია ბაზარზე სხვადასხვა ფორმით: ფურცლების, მილის, ღეროების და მავთულის სახით. ის ხშირად გამოიყენება შენადნობებში სხვა ლითონებთან ერთად, როგორიცაა ალუმინი. ტიტანის პროდუქციის წარმოება შეიძლება ძვირი იყოს, მისი მაღალი დნობის ტემპერატურისა და სპეციალიზებული წარმოების ტექნოლოგიების საჭიროების გამო. არსებობს მრავალი ტიტანის შენადნობი, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისთვის. თითოეულს აქვს თავისი უნიკალური თვისებები და სპეციფიკა. ტიტანის მთავარი შენადნობია ტიტანის, ალუმინისა და ვანადიუმის შენადნობი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Ti64, Tc4 ან ASTM-ის მეხუთე ხარისხი.
იგი შედგება 6% ალუმინისა და 4% ვანტივანადიუმისგან. და ცნობილია თავისი მაღალი მექანიკური სიმტკიცით, კოროზიის მიმართ მდგრადობითა და ბიოშეთავსებადობით. ის ხშირად გამოიყენება აეროკოსმოსურ სფეროში, მაგალითად თვითმფრინავის ტურბინებში, ასევე სამედიცინო იმპლანტებსა და სპორტულ აღჭურვილობაში. ასევე გვაქვს ტიტანის, ალუმინის, თუმუქის, ცირკონიუმისა და მოლიბდენის შენადნობი, რომელიც ცნობილია როგორც Ti6-242. ეს შენადნობი შედგება 6% ალუმინისგან, 2% თუნუქისგან, 4% ცირკონიუმისგან და 2% მოლიბდენისგან. ის ცნობილია მაღალი გამძლეობით დაღლილობასა და კოროზიაზე, ასევე შედუღების უნარით. ის ხშირად გამოიყენება აეროკოსმოსურ სფეროში, მაგალითად საჰაერო ხომალდების ფრთებსა და სამედიცინო აღჭურვილობაში. ჩვენ გვაქვს ასევე ტიტანის, ალუმინისა და ვანადიუმის შენადნობის ვარიანტი, რომელიც ცნობილია როგორც ტიტანის მე-9 ხარისხი პირველისგან განსხვავებით. ეს შენადნობი შედგება 3% ალუმინისა და 2.5% ვანადიუმისგან. იგი ასევე ცნობილია მაღალი გამძლეობით დაღლილობასა და კოროზიის მიმართ, ასევე შედუღების სიმარტივით. ის ხშირად გამოიყენება თვითმფრინავის ძრავების კომპონენტებში, ასევე სამედიცინო და სპორტულ აღჭურვილობაში. ასევე ტიტანისა და მოლიბდენის შენადნობი შედგება 15%-იანი მოლიბდენისგან. იგი ცნობილია კოროზიისადმი მაღალი მდგრადობით და ბიოშეთავსებადობით. ხშირად გამოიყენება სამედიცინო დანიშნულებით, მაგალითად მუხლისა და თეძოს პროთეზებში. ასევე გვაქვს ტიტანის, ალუმინის, ცირკონიუმისა და ნიობიუმის შენადნობი, რომელიც ცნობილია როგორც Ti555-3. ეს შენადნობი შედგება 5.5%-იანი ალუმინისგან, 5%-იანი ცირკონიუმისგან და 3%-იანი ნიობიუმისგან. ის ცნობილია კოროზიისა და დაღლილობისადმი მაღალი მდგრადობით, ასევე ცესხო გამძლეობით. ის ხშირად გამოიყენება თვითმფრინავის ძრავების კომპონენტებში და ასევე სამხედრო აღჭურვილობაში. ეს მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ტიტანის შენადნობია, რომლებიც ხელმისაწვდომია და თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური მახასიათებლები აქვს. და ისინი გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით. იმის მიხედვით, თუ რა თვისებებია საჭირო თითოეული გამოყენებისთვის. იცოდით ტიტანის ამ თვისებებისა და მისი გამოყენების შესახებ? გაქვთ თქვენ სახლში, ან თქვენშიც კი რაიმე ტიტანის მოწყობილობა ან დეტალი? დაწევეთ კომენტარებში, მინდა ვიცოდე. აქ გვერდით 2 ვიდეოს დავტოვებ, რომლებიც შეიძლება მოგეწონოთ და ნამდვილად ღირს ნახვა. თუ ვიდეო მოგეწონათ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გააზიარეთ ვიდეო თქვენს სოციალურ ქსელებში. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.